მაშასე ძვირფასო მეგობრებო, დადგა ორშაბათი დღე, თქვენ უყურებთ მომავალ TV-ს და ეს ყველაზე მუსიკალური გადაცემა, რომელსაც ქვია მომავლის ხმა. და მე მისი წამყვანი ბეკაწულაია გახლავართ და დღეს ჩვენ სტუმრად მოვიწვიეთ უსაყვარლესი, უკეთილშობილესი, ულამაზესი მომღერალი მარიამ ცხვიტინიძე და არანაკლებ უსიმპათიურესი მიშკა კიკნაძე. მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, მადლობას მოგახსენებთ პირველ რიგში ჩემს გადაცემაში მოგზაურობისათვის, ჩემი დაფასებისათვის და მოდი გავეცნოთ ჩვენს მაყურებელს, ვინ ვართ, რას ვაკეთებთ, რას წარმოვადგენთ, რას მოვაწეროთ და ასე შემდეგ. მარიამ, დავიწყოთ შენგან, როგორც ქალბატონი ესე გვეჩაგრები მანდილოსანი, მაგრამ არ დაგჩაგრავთ ჩვენ ისე ოჩკაცები ვართ, რომ დაგჩაგროთ. მოგეთ გისმენთ. მარიამ, რამდენი წლის ხარ პირველ რიგში დავიწყოთ აქიდან? 21 წლის ვარ. 21 წლის ხარ? ძალიან და ეთყობა ასაკი 21 წლის არის. მიშკა, შენი ასაკი, ჩემო კარგო? 19-ის ვარ მე. ძალიან კარგი. მაინტერესებს მარიამ მღერით. რამდენი წელია რაც მღერით? 9 წლიდან დავიწყე გალობა სამებაში. გალობს 9 წელია. 7 წლები დავამთავრე ასევე მუსიკალური 22 სამუსიკო სკოლა. შემდეგ გავაგზავნე ნიჭიერ 10 წლებში საგუნდო სადირიჟოროს განხრით და გადავედი საესტრადო და ვოკალის განყოფილებაზე. ახლა ვსწავლობ ევგენი მიქელაძის სახელობის სასწავლებელში მეორე სამუსიკო ცენტრალური სკოლა და ბოლო კლასში. ძალიან უყვარს ეს სასწავლებელი სხვათა შორის მეც. და მაინტერესებს ახლა ამჟამად სწავლობ საესტრადო ვოკალის განხრით კი. დიახ, საესტრადო პედაგოგი? დავით კელუშვილი. ძალიან კარგი მოგკითხავთ ბატონ დავით აქედანვე. თქვენ მაინტერესებს ბატონო მიშკა, რას მოღვაწეობთ, თქვენ წავიცანით? ასე მეც მღერი 19 წლიდან ქალაქ ქუთაისში ესეთი გუნდი იყო, ვაჟთა გუნდი, იმერელი ბიჭები. და იქ მღეროდი 19 წლიდან, ანუ 5 წლები მაქვს იქ დამთავრებული, ახლა თბილისში ჩამოვედი. აქ ვსწავლობ გპ-ში კომპიუტერებზე. პირველ კურსზე ხო? დიახ, პირველ კურსზე და ამავდროულად მე და მარი კიდე მუსიკით ვარ დაკავებული. ძალიან კარგი, ძალიან მხარია. მარი რა მაინტერესებს მღერი, აი ფოლკლორული სიმღერა, ესე თქვა, ქართული სულია, გემი, როდიდან დაიწყე, როდის შეუერთდი? ძალიან რაღაცნაირად ჩემთვის ძალიან განსხვავებული ხმა გაქვს. იცი როგორი, აი კაცმა რომ მოგისმინოს იფიქრებს, რომ აი ეს არის ქალიო და ამ დროს შეხედა მარიამია როგორი ჩაოლებრივი ლამაზი საყვარელი ადამიანი და როგორ აი მაინტერესებს რამდენი ხანია რაც ამ ფოლკლორული სიმღერით ხარ დაკავებული? საკმაოდ დიდი ხანია ბექა, მე ბავშვობიდან მღერი ვარ, სკოლის სცენებზე გამოვდიოდი, ანუ პატარა რო ვიყავი, შემდეგ უკვე მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მუსიკის განხრით წავსულიყავი და ხალხური სიმღერა თავიდანვე მიყვარდა, მაგრამ თავიდან ვისწავლე საქმე ხალხური სიმღერას, არამედ საესტრადოსაც. ხო, საესტრადო გასაგები მან ხალხურებზე დადიოდი საერთოდ? არსად არ დავდიოდი. რომელიმე ინსტრუმენტს ფლობ? ფანდურზე უკრავ. ფანდურზე უკრავ, ძალიან კარგი. თქვენ ესე იგი როგორც თქვით, ვაჟთა გუნდში მღეროდი, ეს აკაპელა იყო თუ ვოკალური ინსტრუმენტალური? აკაპელა იყო ეს. აკაპელა, ხო? და ერთ ანსამბლს სახელი. იმერელი ბიჭები. იმერელი ბიჭები, ხო. ძალიან კარგი. სხვათა შორის ვიცი მე განსამბლი და ძალიან კარგად მოღვაწეობდით, ხო? თუ როგორც არა, კი, როგორ არა. კონცერტები საქონლად ხოლმე? ანუ კონცერტები საქართველოშიც ჰქონდა და საქართველოს გარეთ. საქართველოს გარეთ. რომელ წლიდან მიხვედი ამ ანსამბლში? 13 წლის ვიყავი პირველად რომ მივედი. და 13 წლიდან რომელ წლამდე იყავი? 13 წლიდან ასე დაახლოებით 16 წლამდე, 17 წლამდე ვიყავი. და 15 წლის ვიყავი პირველად რომ სოლო მივღერე. ალბათ უგახსოვს ასოლო იმღერე. აგახსოვს? არ მახსოვს რომელი სიმღერა იყო, მაგრამ შემდეგ ანუ პირველ ხმაში ვიყავი 15 წლის უკვე პირველი ხმა უფრო კარგად ვიცოდი, მაგრამ მე გარდატეხის პერიოდში უკვე მესამე ხმაში გადავედი, მაგრამ სოლოებს ვასრულებ. რამოდენიმე სიმღერაც აქვს ჩაწერილი კიდე. ძალიან კარგი, ძალიან მოხარული ვარ. მარიამ, დაგიბრუნდები ისევ შენ ჩემო კარგო ადამიანო. რა მაინტერესებს, მარიამ, მე როგორც ვიცი, შენ ეხლა აი წერ სიმღერებს, ანუ ბევრი შენი სიმღერის ასე თქვა კომპოზიტორი ხარ, ტექსტი ბევრი სიმღერა დაწერილი და მაინტერესებს ერთ-ერთი სიმღერა მითხარი, რომელიც აი შენი სიმღერიდან ძალიან მაგრად პატივს ემდა, ძალიან მაგრად გიყვარს, ანუ
რომელი სიმღერის ფანი ხარ ესე ვთქვათ რა. შენი სიმღერის. მე ასე ვიტყვი ბექა ყველა სიმღერას თავისი გარემო სჭირდება. შეიძლება სხვა სიმღერა მოიწონოს, ჩემი რამოდენიმე სიმღერა მაქვს. ანუ მე ძირითადად წერ სამშობლოზე სიმღერებს. სიყვარულზე რაღაც ისეთ თემებზე. ვინაიდან ფორტეპიანოზე ვკრავ, ხშირად მიწევს ხოლმე, ანუ საღამოს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და რაღაც ნაწარმოებების შექმნა, დაწერა და ძალიან მიყვარს ეს საქმე. ძალიან კარგი. აი, გამოვარჩევდი მაგალითად ჩემი სამოთხე საქართველო, რომელსაც ემიგრანტებს უძღვნი და მალე გამოვა და ასევე გალაქტიონს მე დალოდოინეს არის იმ ჩავწერეთ ეს სიმღერა და შენს გადაცემაში იქნება ექსკლუზივი. რა მაგარია ესე იგი ექსკლუზივით ხარ ჩვენთან ჩვენ გადაცემაში მოსული და ძალიან კარგი დაველოდები და ესე მოგისმენთ სხვათა შორის და მოდით ახლა ბარემ რახან ესე თქვით და ექსკლუზივი გონია გადაცემაში მოდით მოусმინოთ ექსკლუზივს მარიამ ცხვიტინიძესა და მის შესრულებით ლადო ინასარიძის შესრულებით გთხოვთ
მაშასე დაგიბრუნდით ისევ ამ ლამაზი სიმღერის ჰანგებით მოვისმინეთ დავთქვით და მადლობას მოგახსენებთ ძალიან კარგი სიმღერა იყო ძალიან მომეწონა მე მომეწონა და მაყურებელსაც მოეწონება ეს იყო ექსკლუზივი მხოლოდ მომავლის ხმის პირდაპირ ეთერში და ძალიან დიდ მადლობას გიხდი მარიამ ამისათვის მე კიდე მინდა შეგეკითხოთ და ჩემს მაყურებელს უთხრათ თქვენ გაქვთ არაჩვეულებრივი დუეტი ჩაწერილი და მაინტერესებს როგორ დაიბადა ეს თქვენი დუეტი თქვენი დუეტი ერთ-ერთმა ვილაპარაკოთ როგორ ანაიად მოხდა ესე თქვა თქვენი ხმების ერთმანეთთან შეხმა ტკბილება და ესეთ კარგი დუეტის გამოსვლა ტექსტი როგორც ვიცი შენია და მუსიკაც ხო მუსიკა და ტექსტი ძალიან კარგი ძალიან კარგი აბა ვილაპარაკოთ ამ სიმღერის შესახებ როგორ დაიბადა მე სიმღერა დავწერე 15 წლის ვიყავი შემდეგ მინდოდა სტუდიური ჩანაწერი გამეკეთებინა მაგრამ ჩამეწერა სტუდიურად მაგრამ არ მყავდა ისეთი ადამიანი ვისთანაც დუეტს ჩავწერდი შესაბამისად ისეთი ხმა როგორც ამ დუეტს სჭირდებოდა შემდეგ მე და მიშკა ერთ ჯგუფში მოვხვდით ჯგუფი ფშაველა გავიცანით ერთმანეთი დავმეგობრდით ძალიან მომეწონა მიშკოს ხმა და შევთავაზე რომ ერთად ჩაგვეწერა დუეტი ისიც რა თქმა უნდა დამთავრდა და ჩავწერეთ ეს ერთობლივი ნამუშევარია ინსტრუმენტალი არის ლადო გურგენიძე და თორნიკე ზაუტაშვილი. ძალიან კარგი მოგითხა თორნიკეზე, მოგითხა ლადიკოს. სხვათა შორის ძალიან ისეთი დუეტია ესეც. ანუ არც მინდა ესე თქვა რომ კაცმა მიშკას ხმას არ მოусმენს, ეგონება რაღაცა ისეთი დიდი ადამიანია, რაღაცა ისეთი ხნიერი კაცია, ან ძალიან ისეთი შეხმატკბილებული ხმები გაქვთ მართლაც რაღაცა საუცხოა, აი ტკბილად მოსასმენი სიმღერაა ესეც და მე მინდა ეს სიმღერაც ავაჟღებოთ ახლა ჩვენს ეთერში და მოდი მოვუსმინოთ ამ სიმღერასაც მარიამისა და ლადოს შესრულებით სიმღერის სახელი შემახსენეთ მარიამ? მარიამი და მიშიკო კიკნაძის შესრულებით. მარიამ ცკიტინიძე და მიშიკო კიკნაძის შესრულებით სიმღერა დაგლოცოთ საოცრად. დაგლოცოთ საოცრად. მაშასე ახლა მოვუსმინოთ ამ არაჩვეულებრივ დუეტს მარიამისა და მიშიკოს შესრულებით სიმღერის სახელია დაგლოცოთ საოცრად. მაგრამ გთხოვთ
დააგიბრუნდით ჩემო ძვირფასებო, დააგიბრუნდით და მაინტერესებს გილოცავთ ძალიან კარგი დუეტი შედგა მართლაც აი კარგი სასიამოვნო მოსასმენია რა და მე დარწმუნებული ვარ ბევრ მაიტაცა ეს სიმღერა და კიდევ უფრო მთელი საქართველო აიტაცებს და მთელი საქართველო იმღერებს მათ სიმღერებს და მაინტერესებს ახლა თუ გეგმოთ კიდე რამე ახალი დუეტის ჩაწერა სადაც გამიმხილეთ ესე თქვა ექსკლუზიურად ჩემთან გამხილეთ ყველაფერი მე გავაგებ თელ საქართველოს თქვენს ხმას მოდით გამიმხილეთ აბა რასაპირებთ კიდე რამე სიახლეები თუ გაქვთ თქვენ ორს ესე თქვა რეპერტუარში შეტანას თუ სიახლეები გვაქვს ბექა ვაპირებთ ჩემი მუსიკა არის და სოფო მგდელაძის ლექსზე ჩავწეროთ სიმღერის სახელწოდება აღარ მოდიხარ და გვინდა რომ ამის ექსკლუზივიც გავაკეთოთ მომავალში ალბათ ნახევართვეში დავიწყებთ ამ სიმღერაზე მუშაობას და შემდეგ აუცილებლად გაგაგებინებთ როდესაც მზად იქნება ძალიან კარგი ძალიან ხარია მიშიკო შენ თუ ხარ სადმე ესე ვთქვათ ახლა რა მაინტერესებს შენ თუ გაქვს მარტო სოლოდ ჩაწერილი რამე სიმღერა ესე ახლა მარტო შეიძლება სამოყვარულო თუ აი ესე მარტო არა თუ არ ჩანწე ესე გავიგე მარიამ შენ მარტო შენ ახლა როგორც ხედავ ხარ სულ დუეტებში და არც შენ გაქვს რამე ისეთი მარტო ახლა გეგმობექა ორ ჩანაწერს ანუ მალე მზად იქნება შეგატყობინებ მარტო რომელიც არის სოლო განყანო სოლო კარიერასაც გეგმოჩემს და ასევე ჯგუფსაც ხავს უწყობ ასევე ახსენე ჯგუფი ასევე ყავს ჯგუფი ფოლკლორული ჯგუფი ხო ფოლკლორული ჯგუფი არა მარტო ხალხურ სიმღერებს არამედ საესტრადო სიმღერებსაც ვასრულებთ ჯგუფი ფშაველა დაერქვა ვაჟა ფშაველა საპატივცემულად ძალიან ანუ სახელზე ძალიან დიდხანს ვფიქრობდით და შემდეგ გადავწყვიტეთ ეს სახელი და რამდენი ხანია რაც მოღვაწეობს ეს ჯგუფი ეს ჯგუფი მოღვაწეობს წელიწად ნახევარია მაგრამ საშუალება არ ქონდა რომ ეს ფართო საზოგადოებას გაეცნო რადგან პრობლემები გქონდა სარეპეტიციო დარბაზთან დაკავშირებით ახლა გამოგვიჩნდა პროდიუსერი და რა თქმა უნდა გამოგვიყეს სარეპეტიციო ოთახიც ძალიან კარგი ძალიან ხარია და მადლობას მოხსენებ იმ ადამიანს ვინც ესეთი კეთილშობილური საქციელი გამოამჟღავნა თქვენს მიმართ და ძალიან ჭირდება ჯგუფის არსებობისთვის თავარია პროდიუსერი და მაინტერესებს რა საკრავები გაქვთ ჯგუფში რა გაქვთ ძირითადად რითიანი ინსტრუმენტებით დაკავშირებული ჩვენ გეგმავთ რამოდენიმე საკრავი შემოვამატოთ მაგრამ ახლა ჩამოგიტყვი რა საკრავები გვაქვს ფანდური ბას-ფანდური ბას-გიტარა სალამური და ხმები გვყავს რა თქმა უნდა სამხმოვანება გეგმავთ დავამატოთ ასევე გარმონიც ყავს და გეგმავთ დავამატოთ დოლი ძალიან კარგი და რა მაინტერესებს ჯგუფს თუ აქ რამე ისეთი კონკრეტული სიმღერა ეს რა გაწყვეტინებ გააჩნია სიმღერას რომელიც საკრავები ხო ანუ რომელიც საკრავები შესაბამება და ასე გებია სწორი მიდგომაა სხვათა შორის ძალიან კარგი და რა მაინტერესებს რამე ისეთი კონკრეტული სიმღერა თუ გაქვთ ჯგუფს ეხლა აი ამჟამად რამე ისეთი რაც გინდა თუ ჩაწეროთ ხო ჯგუფთან თუ ჩანაწერი გაქვთ აუდიო ჩვენმა ჯგუფმა ჩავწერეთ ახლა მაი სტუდიოში სიმღერა ერთხელ მთაში ჩემი მუსიკა და ლექსია ესეც და მალე იქნება მზად ეს ჩანაწერი და გეგმავთ რომელიმე შოუში გავაკეთოთ ექსკლუზივი ჯერ ესე იგი არ გაქვთ ჩანაწერი საერთოდ ხო? ჩანაწერი გვექნება ძალიან მალე ჩაწერილი არის რა თქმა უნდა მაგრამ არანჟირება უკეთდება ამ ჩანაწერს შავი მასალა გაქვთ ესე იგი ხო? შავი მასალა გვაქვს ძალიან კარგი და მოხარული ვარ და ხომ ჩემ შოუში ვარ იქნება კარგი არა მოშოს სამაგიერო ჩემ შოუში ეს ექსკლუზივი რაც გაკეთდა სიმღერა გალაქტიონი სხვა შოუში არ ძალიან კარგი აი როგორ გახარებული ვარ მე დღეს და როგორ მიხარია ძალიან კარგი ძალიან მიხარია ესეთ კარგი ახალგაზრდები რო ხარ და ესეთები რო ყავართ საქართველოს შვილები ძალიან მას მოხარული ვარ და მოდი ახლა დავიწყოთ რაზე ლაპარაკი რა მაინტერესებს კონკრეტულად წერ სიმღერებს აკეთებ მუსიკა და მელოდიას აი როგორ ქმნი ამ მელოდიას მაინტერესებს ფანდუზე უყავ ხო როგორც ვიცი აი ფანდუზე ქმნი კლავიშზე ქმნი თუ შენ წარმოსახვით რაღაც ისე ანუ მეც ესე მემართება ხოლმე როცა არაფერი არ მაქვს დავждები ესე პირით რაღაც ესე ვქნი ხოლმე ტელეფონის დიქტაფონში ვიცარ ხოლმე და ესე რაღაც მე ბიჭები ესე თქვა ვაფრცელებთ ამ სიმღერას და ვაკეთებთ არანჟირებას ამ სიმღერაზე შენ შემთხვევაში მაინტერესებს როგორ ხდება გააჩნია გარემოს ბექა გარემო ძალიან მოქმედებს ჩემზე და ესეთი სიტუაციები ყოფილა როდესაც
აი უცბად რაღაცა იდეა მოусვლია და უცბად დამიწერია ძირითადად კლავიშზე უქმნია მუსიკას. კლავიშზე. გიტარაზე არ უკრა, ხო? გიტარაზე ვერ ვიტყვი რომ უკრავ, როდესაც ამბობ რომ უკრავ, უნდა უკრავდე ძალიან მაგრად. აი ესე იგი სამოყვარულო დონე, დონე, ხო? მაინტერესებს შენ მხრიდან აი ერთად ხართ ესე იგი შენ და მარიამი ჯგუფში, რომელსაც ქვია შაველა. მაინტერესებს აი შაველა, ხო? კონცერტები თუ გქონიათ სადმე პირველად თუ გამოხვედით სადმე? კონცერტები ანუ მე და მარიამ გავიცანით ერთ საღამოს. აი, კონკრეტულად ხონდი მაგ საღამოს შესახებ მომიყევი, რა ხდებოდა მაგ საღამოს, რა საღამოა ყოფილსოღათ ეს? ანუ თვითონ მარიამ ღეროდა ერთ საღამოზე ვიყავი, მე ანუ სამოყვარულო სტეჯში ვიყავი წასული. ანუ შენ გამოდიოდი კონცერტი იყო? ანუ მე არ გამოვდიოდი კონცერტზე. თვითონ ანუ როგორც მოსასმენად ისე ვიყავი. სატარდებოდა? მაყურებელი. სატარდებოდა ეს საღამო? ეს ტარდებოდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, ფანდურა ბექაურის საღამო იყო, შემთხვევით მოხდა მიშიკო და იმის მინა, სადაც გავიცანით ერთმანეთი. და მე რო დამთავრდა ეს საღამო, გამოველაპარაკე მარის. რა კაპედული იყო? და უთხარი რომ მეცხვერი და შემაფასა მოეწონა. მოეწონა შეიძლება ესე თქვენი თუღურს. კარგია. კარგია. კიდე რა მაინტერესებს მარიამ? რას გეგმავ ახლა სამომავლოდ? ახლა კანონ კონცერტები გაქვს, ხო? ხშირად გაქვს კონცერტები, როგორც ვიცი. ბოლოსად ქონდა. მოწვევებიც გვაქვს ჯგუფს, მაგრამ ძირითადად უფრო ახლა კონცენტრირებულები ვართ რეპეტიციებზე, იმიტომ რომ საჭიროა რომ ძალიან კარგი შედეგი ანახო მაყურებელს, რომ სათანადოდ შეგაფასოს. საქველმოქმედო საღამოებზე ვღებულობთ მექა მონაწილეობას. ფასიან საქველმოქმედო საღამოებზეც არა მარტო რომ აი დავუშვათ ვეხმარებით, ძალიან ვცდილობთ რომ დავეხმაროთ. ამის წინათ ვიყავით რეიკემი დაავადებული ბავშვების საღამო გაიმართა. ჯავახიშვილში იყო ესაც, მე რო კორპუსში. აი ხშირად გვაქვს მოწვევები, მაგრამ აი გააჩნია სიტუაციას მე ძალიან დაკავებული ვარ, ვინაიდან ძალიან ბევრი პროგრამა მაქვს დავსწავლობ, მიშიკო წესია თავის უნივერსიტეტში და როგორც ვახერხებ იმის მიხედვით გამოვდივართ ამ საღამოს. მარიამ, შენ რა მაინტერესებს, სადაც სწავლობ სადმე უნივერსიტეტში თუ? მე საგუნდო სადირიჟოროს განხრით ვარ კონსერვატორიაში მესამე კურსი, საგუნდო სადირიჟოროს. ძალიან კარგი მიხარია და არა ვოკალი და საესტრადო, მაგრამ ძალიან მიყვარს. ესე იგი გადართული ხარ სულ მუსიკაზე? ძალიან კარგია ესე რომ არის და ესე რომ ხარ, იმიტომ რომ მომავალში ძალიან გამოგადგება ეს ყველაფერი და წარმატებები მინდა გისურვო პირველ რიგში. მესიმადლობა. შენც, მიშიკოსაც და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში დაგიდგებათ. და შენ და ლადოს დუეტი როგორ შედგა აი ეს სიმღერა, აი როგორ ჩაიწერა ეს დუეტი? მოგახსენებ, ლადო ამჟამად იმყოფება საზღვარგარეთ, კურნალობის კურსს გადის. სანამ წავიდოდა, იქამდე გადავწყვიტეთ, რომ რამოდენიმე დუეტი ჩაგვეწერა. პირველი დუეტი შემოგთავაზა ქალბატონმა ზაირა ჩოხელმა, რომელიც არის არაჩვეულებრივი ადამიანი და კომპოზიტორი. სიმღერის სახელწოდება თვალხატულა ანგელოზო. ეს სიმღერა ჩაიწერა ბრავო რეკორდში. არანჟირება გაუკეთა ალეკო ბერძენიშვილმა. საკრავს რაც შეეხება დავით ქავთარაძე, ბოკბენდის ხელმძღვანელი. ძალიან კარგი. დაუკრა რამოდენიმე საკრავზე, გავაცებული ვიყავი, არაჩვეულებრივად უკრავს და ერთი ადამიანის გაკეთებული არანჟირება სხვადასხვა ძალიან კარგია. დიახ. და მე და ლადოს დუეტს რაც შეეხება თვალხატულა ანგელოზო, გავიდა ნანუკა შოუში, ექსკლუზივი იყო მასთან, შემდეგ რადიო არ დაიდარდოს ეთერშიც ტრიალებდა ეს სიმღერა. და ეხლა წოტრიალებს. ეხლაც ტრიალებს კი, სამწუხაროდ არ მაქვს იმის შესაძლებლობა რომ ხშირად მოვუსმინო და ჩემ მეგობრებსაც არ აქვთ, იმიტომ რომ სულ როგორც ვახსენე დაკავებული ვარ და გასული ვარ. ჩემს საქმეში. ეგრეა თუ რამის მიღწევა გვინდა, უნდა ვიბრძოლოთ და უნდა ვიცადოთ. ჩვენ თვითონ და ატიოსნოთ და ღირსეულით მე ასე. ყველაზე მთავარია ეგ. რა მაინტერესებს, აი 21 წლის ხარ. მოდი ხარ ესე თქვა დაკავებული ხარ ამ სიმღერით. აი რა რჩევას მიცემთ იმ ადამიანებს, ვინც ეხლა იწყებს, ვისაც უნდა რომ იყოს ცნობილი, ვისაც უნდა რომ ისმოდეს მისი ხმა საქართველოში, ძალიან ბევრს უნდა, ძალიან ბევრ ადამიანს, რომ აი ესე პატარიდან იწყებს ყველა და მე ადის მოწოდების სიმაღლეზე და უკვე მწვერვალზე მიდის. ღმერთმა ყველას მოგწეს იმის შესაძლებლობა და იმის საშუალება, რომ ავიდეთ ჩვენ
აი მწვერვალზე და მწვერვალის დააპყრობა ჩვენ გვინდა და რავი მოდი რამეს რარჩევას მისცემთ ორივე მაინტერესებს აი ამ ადამიანებს ვინც ეხლა იწყებს ნოლიდან ვინც იწყებს მე გამოვიტყოდი რომ ადამიანს პირველ რიგში უნდა უყვარდეს თავის საქმე და იმ საქმით ანუ მუსიკით რა თქმა უნდა ცხოვრობდეს ჩემი აზრით არ უნდა იყოს იმაზე რეაგირებული რომ მაინც და მაინც პოპულარული გახდეს და დაიპყროს რაღაც მწვერვალები ეს თავისთავად მოხდება თუ ის არის მიზანდასახული და მას იქნება ძალიან დიდი სურვილი რომ ამ საქმეს ემსახუროს მუსიკა ჩემი აზრით მრავალ სფეროს მოიცავს ან ძალიან დიდი თემაა მე რო ვისაუბრო ამაზე და უფრო ფართოდ მოგახსენო მაგრამ ცვლად მოგახსენო მაგრამ პირველ რიგში რასაც ვიტყოდი ამ ხალხს ურჩევდი ანუ ძირითადად მოზარდ თაობას გულისხმობ ბავშვებს ვისაც ძალიან უყვარს მუსიკა ემსახურონ ამ საქმეს ღირსეულად აღონც არ იყონ რეაგირებული პოპულარობაზე და რაღაც კი ძალიან კარგი რჩევა იმიტომ რომ რაც ხარ ესე ვთქვათ ამ პოპულარობაზე გადართული და ბაიმე მე დღეს გამოვალ და მე ხვალ გავალ და ის მიცნობს და რაღაცა იცი როგორ რაღაცა ხდება ხოლმე აი მე რაღაცას რომ მიიღე მე უკვე აი მაგაზე ვარ გადართული მე უკვე ჩამოდიხარ რა მის ხმო მიცნობს ის რაღაცა და უკვე ჩამოდიხარ ქვემოთ და ქვემოთ არა ზემოთ ვერ ადიხარ ეგრე კარგი რჩევა ეს და გაითვალისწინეთ ჩემო ძვირფასებო ის ვინც ეხლა იწყებს ამ საქმიანობაში მოღვაწეობას იყავით მონდომებულები და იყავით თქვენი საქმისადმი მოყვარულები და არასოდეს არ შეხედოთ თუ რამე არ გამოგვა დაეცემით უნდა წამოდგეთ და უნდა იყოთ მხნედ ძვირფასო მაყურებლებო დღეს მე ამით გემშვიდობებით შევხვდებით ორშაბათს და გიტოვით სიმღერას მარიამისა და ლადო შესრულებით იალაღებზე ყვავილი მთისა კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრაზე Tishwini varagad gazrdili tavis uplabas varadaut mobshantuis mavadr pitskaros araks romertuis tavis uplabas varadaut mobshantuis mavadr pitskaros araks romertuis asam babzalav nu tu arabikrob ganasi gavarus kharo dagvishlis Eşveni matabi alabi amchvesi gavarus kuzgada ushlis Eşveni matabi alabi amchvesi gavarus kuzgada ushlis Shorsabi shanot taturi garabi siqvaruli vid chumi modumari arshagabash patebs meti arabi
ისავა ჩემი ხარ ჩემი სტუმარი არ შეგავაშფოთა მათი არავინ ისავა ჩემი ხარ ჩემი სტუმარი